ამჟამად მე ვარ მიტოვებულ რბოლის ბილიკზე და აქ მოხდა Lightning McQueen-ის ავარია. მოდი უყუროთ ვიდეოს რბოლიდან. ღმერთო ჩემო, McQueen-ს ძლიერი დარტყმა ჰქონდა და ბილიკიდან გადაფრინდა, ასე რომ უნდა მოვძებნოთ ტყეში, რომელიც რბოლის ტყეებთან ახლოს მდებარეობს. ასე რომ შევძლებთ გავიგოთ, არის თუ არა Lightning McQueen-ი აქ და იქნებ ჩვენი დახმარება სჭირდება. წავიდეთ. მოდი შეხედე, რაღაცაა. ღმერთო ჩემო, დიახ, იქ რაღაც წითელია, მაგრამ რა არის ეს? ღმერთო ჩემო, ეს უკანა სპოილერია და აწერია Rust Easy. ეს Lightning McQueen-ის ნაწილია. შეხედე იმ სურათს. ეს ზუსტად იგივეა, მაგრამ ნახე, აქ მოღუნულია, თითქოს დაზიანებულია და ყველგან დაკაცრულია. ეს ნიშნავს, რომ დარტყმა ძალიან ძლიერი იყო, ასე რომ როგორ ჩანს, ეს ყველაფერი მართალია. ნამდვილი Lightning McQueen-ი აქ იყო. ან იქნებ ის ჯერ კიდევ სადღაც იმ ტყეშია, ასე რომ ძებნას გავაგრძელოთ. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია Lightning McQueen-იდან. შეიძლება ტყეში კიდევ რაღაც არის. ჰეი, ნახე, მეგონა მეტალის დეტექტორს გამოვიყენებდი, მაგრამ თვალითაც ვხედავ და ეს დროშას გავს. როგორც რბოლის დროშა. დიახ, ღმერთო ჩემო, Rust Easy-ის მანქანის კაპოტია. ღმერთო ჩემო, ეს დაუჯერებელია. ეს ნამდვილი მანქანის კაპოტია Lightning McQueen-ისგან. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მას უკანა და წინა ნაწილი დაკარგა. დიახ, ეს მანქანის კაპოტი მართლაც ძალიან ძიმე აღმოჩენაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი. ეს ნამდვილი McQueen-ი იყო, თუ რაღაც ყალბი, არ ვიცი, კიდევ მეტი ნაწილი გჭირდება. უნდა გავიგოთ, სად არის მთელი მანქანა და ამისთვის იდეა მაქვს. და ეხლა შეგვიძლია გამოვიყენოთ მფრინავი დრონი, რომ ვიპოვოთ Lightning McQueen-ი. მთელი მანქანა, არა მხოლოდ სპოილერი ან კაპოტი და შეიძლება დავეხმაროთ კიდეც, ავფრინდეთ ცაში. მოდით ვიპოვოთ Lightning McQueen-ი. ეხლა ჩემი დრონი საკმარისად მაღლაა. დავინახეთ მიტოვებული სარბოლო სტადიონი და ეს არის ტყე, სადაც ვართ. ნახე, სადღაც აქ უნდა ვიყოთ. Lightning McQueen-ი უნდა ვიპოვოთ ჩემი მფრინავი დრონით და რაღაცას ვხედავ. ჰეი, ეს მანქანაა. ეს ნამდვილად ერთ-ერთი მანქანაა. Lightning McQueen-ია თუ არა? მოდით ახლოს მივიდეთ და გავიგოთ. არა. ეს Lightning McQueen-ი არ არის. ეს მეიტერია. მეიტერი მულტფილმიდან მანქანები. იმ მიმართულებით უნდა გავიქცეთ, რომ ვიპოვოთ და ვკითხოთ, სად არის Lightning McQueen-ი. კარგი, მოდი დავსვათ დრონი და გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავალი. უნდა ვიპოვოთ მეიტერი და შემდეგ Lightning McQueen-ი. წავიდეთ, უნდა ვიპოვოთ მეიტერი. ის ასე გამოიყურება, ასე რომ აუცილებლად ვიპოვით, მაგრამ ეს რა არის? აქ რაღაც მწვანეა. და ეს არც Lightning McComplexion McQueen-ის ნაწილია და არც მეიტერის, რომელსაც ვეძებთ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს მანქანის კარია. და თუ არ ვცდები, ეს მანქანა Chico Picks ეკუთვნის, ასე გამოიყურება. ეს კიდევ ერთი პერსონაჟია მანქანებიდან. McQueen-ი ერთადერთი არ იყო, ვინც დაშავდა მანქანის რგოლზე ავარიის დროს. ღმერთო ჩემო, მოდი ავციოთ. იცადე რა. ღმერთო ჩემო რა, ეს პისტონის მანქანაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ მთელ ჩემპიონატს მოიგებ. ამიტომ ყველა მანქანა, ყველა პერსონაჟი მანქანებიდან, მაგალითად Chico Picks-ი, Lightning McQueen-ი, ისინი ოცნებობენ იმ მანქანაზე. ბიჭებო, მაგრამ სინამდვილეში კომენტარებში დაწერეთ, ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი, მოგწონთ Lightning McQueen-ი, მეიტერი, ან იქნებ Chico Hicks-ია თქვენი ფავორიტი. დაწერეთ კომენტარებში, რადგან მე ყველაზე მეტად მიყვარს Lightning McQueen-ი და სინამდვილეში უნდა ვიპოვოთ ის. მოდი. ეხლა უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია Lightning McQueen-ის პოვნაზე, მაგრამ მეიტერი პირველია, რადგან ის სადღაც ახლოს იყო, მაგრამ ნახეთ, ეს კიდევ ერთი აღმოჩენას გავს, ასე რომ ეს მანქანის კაპოტია. ღმერთო ჩემო, დიახ, ეს Chico Hicks-ის მანქანის კაპოტია და მას თავისი ცნობილი ულვაში აქვს.
ღმერთო ჩემო. ასე რომ Lightning McQueen-იც და Chico Hicks-იც იმ რბოლაში მონაწილეობდნენ. შეიძლება ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და შეიძლება სწორედ ისინი იყვნენ ავარიის მიზეზიც. ასე რომ ახლა ყველგან უნდა ვეძებოთ. უნდა ვეძებოთ Lightning McQueen-ი, Chico Hicks-ი და Matt Eri. ისინი სადღაც ახლოს უნდა იყვნენ. ასე რომ წავედით ბიჭებო, წავედით. მოდით, რაღაცას ხედავ პირდაპირ ხეზე. ღმერთო ჩემო. ეს არის ფარი, რომელიც ზემოდან ხეზე ჩამოვარდა, Lightning McQueen-ი, რადგან მასზე სწორედ მისი ნომერი 85 წერია. მას ზუსტად იგივე შუქნიშანი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ავარიის შედეგად, მას შემდეგ რაც McQueen-ს რბოლის ტრასაზე ავარია მოუვიდა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, ამიტომ მისი შუქნიშანი გაფრინდა და პირდაპირ იმ ხეზე დაეშვა. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სადღაც იმ ტყეში და უნდა დავეხმაროთ Lightning McQueen-ს. ჰეი, ეს კიდევ ერთი ნაწილია. დიახ, ეს შუქნიშანი სადღაც აქ იყო და ეს Lightning McQueen-ის წინა ნაწილია, რადგან მას აქ ეს სტიკერი აქვს. ღმერთო ჩემო. ისე კაშკაშა. დიახ, ეს არის ორიგინალი Lightning McQueen-იდან. კარგი, მოდი გვერდზე გადავდოთ. მაგრამ ეს ნამდვილად Lightning McQueen-ის ნაწილია. ზუსტად ისევე, როგორც ის რაღაც, ასე რომ სწორ მიმართულებით მივდივართ. შეიძლება იქ უნდა წავიდეთ, რომ მეტი რამ ვიპოვოთ Lightning McQueen-თან დაკავშირებული და სად არის Matt Eri? ისიც სადღაც იქ იყო. მოდი წავიდეთ. მგონი რაღაცას ვხედავ. აქ ძველ ხეზე რაღაც ლურჯი ნაწილია. მოიცადე. ეს რა არის? ესეთი მანქანა არასდროს მინახავს. მაგრამ აქ წერია დაინუკო ჯინო კომპანი. ეს მანქანის ნაწილი არა. ეს დაინაკოს საინფორმაციო ვერტმფრენის ნაწილია. ასე უნდა მუშაობდეს. ხო, მე ვერტმფრენი ვარ, მოთამაშე. ბოდიში მგონი ზედმეტად დაგტვირთე. მაგრამ ბიჭებო, თუ აქ ვიპოვით დაინაკოს საინფორმაციო ვერტმფრენის ნაწილს, რომელიც ასე გამოიყურება, ისიც ფილმში იყო, მართლა ვნახე. ეს ნიშნავს, რომ მასაც დარტყმა მიიღო ავარიის შემდეგ. შეიძლება ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ Lightning McQueen-ი ძალიან მაღლა აფრინდა. ანუ მან ვერტმფრენს შეეხო და სწორედ ამიტომ ჩამოვარდა ის აქ. ეს ზემოქმედება, რომელიც Lightning McQueen-ს მანქანის ავარიის შემდეგ ჰქონდა, მართლაც ძალიან ცუდი იყო. უნდა ვიპოვოთ Matt Eri, რომ გავარკვიოთ რა მოხდა. ანუ Lightning McQueen-ს ისევ ჩვენი დახმარება სჭირდება? ჰეი, ნახე, კიდევ ერთი აღმოჩენა. არა, მე ვიცნობ ამ ბორბალს. მასზე წერია Light Eri და ის წითელია. ეს ორიგინალი ბრენდის Lightning McQueen-ის ბორბალია. აქ არის ოქროს გოლები და აქ წითელი დისკი. და შეხედე McQueen-ის ფოტოს. მას ზუსტად იგივე მანქანის ბორბლები აქვს. ასე რომ ეხლა შემიძლია ვივარაუდო, რომ McQueen-ი უბრალოდ საშინლად დაიშალა ნაწილებად. და ეხლა ეს ყველა ნაწილი იმ ტყეშია მიმოფანტული, რომელიც რბოლის ტრეკთან ახლოსაა. ბიჭებო, McQueen-ის გადარჩენა უნდა შევძლო, უნდა დავეხმარო მას, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვო. და ბიჭებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ და გინდათ მეტი ესეთი კონტენტი გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ ახლავე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გინდათ რომ McQueen-ს და სხვა პერსონაჟებს დავეხმარო, გამოიწერეთ ახლავე გთხოვთ და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ჰეი, მე ვხედავ მეტერს, ეს ის მეტერია მანქანებიდან. დიახ, ეს ის არის. ბიჭებო, ნახეთ, ეს მეტერია, ეს ნამდვილი მეტერია მანქანებიდან. ეს დაუჯერებელია, ნამდვილი მეტერი მანქანებიდან. ეს სიგიჟეა, ეს ის არის. ნახეთ, ეს ნამდვილია. წერია რომ ეს მეტერია. ღმერთო ჩემო, გამარჯობა მეტერო, მე შენი ფანი ვარ, მე მანქანების ფანი ვარ, ყველაზე მეტად McQueen-ი მიყვარს, მაგრამ მეტერიც ძალიან მიყვარს. მას ეს უზარმაზარი კაუჭი აქვს, რომ მანქანები გადაათრიოს, ნამდვილი დიდი კაუჭი, რომ მანქანები გადაათრიოს. მას ძალიან ლამაზი თვალები აქვს. მას ეს ორიგინალური კბილები აქვს, მაგრამ ეს რა არის ბიჭებო? შეხედეთ იმ ბიდ შავ ზეთის ლაქას.
ეს ნამდვილად ზეთია და ეს მთელი ზეთი მატერიდან წამოვიდა. ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო. ბიჭებო, მგონი ვიცი იმ ავარიის მიზეზი რბოლის ტრასაზე, რომელიც ადრე ვნახეთ, მატერი იყო ტრასაზე. ის ტრასაზე მიდიოდა და ბევრ შავ ზეთის ლაქას ტოვებდა. მაგრამ როგორც იცით, ზეთის ლაქები ძალიან სრიალაა. აი ამიტომ შეეჯახნენ მაკუინი და ჩიკო ჰიქსი, რადგან ისინი მოცურდნენ და ისევ მოცურდნენ ზეთის ლაქაზე. ღმერთო ჩემო. ხო, მეტერი საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. ის ყოველთვის ტოვებს ზეთის ლაქებს. მას მანქანის კაპოტი არ აქვს, მაგრამ ეს ნამდვილი მეტერია. რატომ არ ლაპარაკობს? ცოცხალია თუ რა ხდება? ჰეი მეტერ, ბიჭებო, ამას ვერ ვიგებ. ჩვენ ვიპოვეთ ნამდვილი მეტერი მანქანებიდან. მაგრამ ის არ ლაპარაკობს. ჩვენ გავიგეთ მანქანის ავარიის მიზეზი ტრეკზე, სარბოლო ტრეკზე, მაგრამ რატომ ის არ ლაპარაკობს? იქნების ცოცხალი არ არის. შეიძლება ის ნამდვილი არ არის, არ ვიცი. წავიდეთ შიგნით და შევამოწმოთ. კი, ეს შიგნეული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს მანქანებიდან მეტერია. მაგრამ რატომ არ ცადოთ მისი დაქოქვა და ტარება? რატომ ფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა? მოდი ვცადოთ, გავუშვათ და ვატაროთ ნამდვილი საკითხი მანქანებიდან. ეს მართლა მაგარია, ღმერთო ჩემო. ეს მანქანა მართლაც ცუდ მდგომარეობაშია. მაგრამ მუშაობს. ეს ძალიან კარგია და ძალიან გიჟურიც. ეს ძალიან გიჟურია. Oh my gosh. Oh yeah. როგორც იცოდით, მატერი პროფესიონალი უკუსლით მძღოლია და ამჯერად ჩვენც ვცადეთ უკუსლით მართვა. ასე რომ მთლიანობაში ეს გიჟურია. ჩვენ ვიპოვეთ მანქანების ბევრი ნაწილი და ვიპოვეთ ნამდვილი მატერი ყველა ამ ლამაზი დეტალით და მართლა იგრძნობა, რომ ეს არის ნამდვილი ორიგინალი მატერი მანქანებიდან. მაგრამ ერთი ცუდი რამ არის, ის არ ლაპარაკობს. ასე რომ შეიძლება ეს რაღაც ყალბია, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ კარგად გამოიხურება. არ ვიცი, მინდა თქვენი აზრი გავიგო. დაწერეთ ისინი კომენტარებში გთხოვთ ბიჭებო, მაგრამ მე უნდა გავაგრძელო ჩემი გამოძიება. მოდით შევაგროვოთ ყველა ნაწილი, რომელიც დღეს ვიპოვეთ და ვიფიქროთ როგორ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია Lightning McQueen-თან, რომ გავიგოთ, იყო თუ არა Lightning McQueen-ი ნამდვილი თუ ყალბი. მოდით დავბრუნდეთ, დღეს რაც ვიპოვე, ყველაფერი შევაგროვე და ყველა ნაწილი გავს Lightning McQueen-ის ორიგინალ ნაწილებს. ეს უკანა სპოილერი, რომელზეც წერია Rust-Easy, ეს წითელი ორიგინალი სპოილერი ნამდვილად გავს Lightning McQueen-ის ნაწილს. მაგრამ მოდი დავაკვირდეთ ამ ნაწილებს. ეს ორიგინალი ნაწილი ნამდვილად ჯდება აქ ორიგინალ ბორბალთან. ხო, ისინი იდეალურად ეწყობა ერთმანეთს. და რა თქმა უნდა, ძლიერ დაზიანებულია. თითქოს დამწვარია. ხო, შეხედეთ ამ დიდ შავ ლაქებს. შეიძლება ესეც ცეცხლის გამოა, ისევე როგორც ეს ორიგინალი ნაწილი. ისინი იდეალურად ეწყობა ორიგინალ ფარასთან. ასე რომ ეს 3 ან შეიძლება 4-იც კი ნაწილი ნამდვილად რეალური Lightning McQueen-ისგან არის და იქ იყო ცეცხლი და იქ იყო შეჯახების ზემოქმედება. ეს უცნაურია. თუ მატერი, რომელიც ადრე ვიპოვეთ, არ იყო ორიგინალი, ის არ მოძრაობდა, არ პასუხობდა, იყო თუ არა Lightning McQueen-ი ორიგინალი. რადგან ჩვენ ვიპოვეთ მისი თითქმის მესამედი ნაწილი, მაგრამ არა მთელი მანქანა. შეიძლება ის Lightning McQueen-ი იგივე ყალბი იყო, როგორც მატერი, რომელიც მანამდე ვიპოვეთ. ან იქნებ Lightning McQueen-ი ცოცხალი იყო და ორიგინალი, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ იგი. შეიძლება უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კვლევა ამ დღეში. თუ გსურთ ეს ნახოთ, თუ გსურთ მიიღოთ მეტი ვიდეო Lightning McQueen-ზე, ან ჩემს სხვა თავგადასავლებზე, თავისუფლად გამოიწერეთ არხი ახლავე.
და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. მაქვს ოცნება მივახციო 5 მილიონი გამომწერს, ასე რომ გთხოვთ გამოიწერეთ არხი ახლავე. გთხოვთ. ჩემი სახელია სლავ. მადლობა ყურებისთვის. მოგიტანთ კიდევ ასეთ კონტენტს. მალე შევხვდებით მეგობრებო, მაგრამ ეხლა უნდა შევაგროვო ეს ყველაფერი. უნდა ვიპოვო Lightning McQueen-ი. კარგი, მოდი გავარკვიოთ.